გამარჯობა ძვირფას საზოგადოება, დღეს ვისაუბრებთ დემოკრატიის შესახებ. დემოკრატია მიჩნეულია სოფლიოს მრავალ ერში ერთ-ერთ ეფექტიურ და სამართლიან სისტემად. რამდენად რეალურად არსებობს ის პრინციპები, დემოკრატიული პრინციპები ჩვენ საზოგადოებაში, არის ის რეალობა თუ რეალურად დემოკრატია არის მითი. დავიწყოთ თავიდან, დემოკრატია, როგორც სიტყვა ნიშნავს დემოს ხალხი, კრატოს ეს არის ძალაუფლება, სხვა სიტყვით რო ვთქვათ, ხალხის ძალაუფლებას ესე იყენებენ ხოლმე, ანუ დემოკრატიაში იგულისხმება ხალხის ნების გამოხატვა, უზენაესი გამოხატვა, რომელიც გამოიხატება არჩევნების საშუალებით. ეხლა რაც შეეხება თვითონ არჩევნების სისტემას, როგორ ფუნქციონირებს, როგორ მუშაობს, ზუსტად ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ დღეს. დემოკრატია ამბობს, რომ ღირსეული ადამიანები, ანუ საზოგადოება ირჩევს ღირსეულ კანდიდატს. საზოგადოების უმრავლესობა გამოხატავს თავის ნებას არჩევნების საშუალებით და დელეგირებას, ანუ თავის არჩეულ კანდიდატს, ეს იქნება პირდაპირ არჩევნებით თუ პრეზიდენტის თუ პარლამენტის არჩევნებით თუ სხვა არჩევნების საშუალებით, ჩამოაყალიბოს ის ჯგუფი ან ადამიანები, რომლებიც შემდეგ მართავენ ქვეყანას. ანუ ხალხი უცხადებს ნდობას თავის კანდიდატს და იმ იმედით და იმ რწმენით, რომ შემდეგ ეს კანდიდატი ზუსტად შეასრულებს იმ ნებას, რასაც ხალხი მოითხოვს. ხდება თუ არა ეს რეალობაში, დიდი კითხვის ნიშანია და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ დღეს. რა ხდება რეალურად? რეალურად ხდება ის, რომ ხალხი თავის კანდიდატს არ იცნობს. უბრალოდ ვისაც იცნობს, ეს არის ვირტუალური ფიგურა, რომელიც შექმნილია ტელევიზიის მიერ, ჩვენ ხედავთ ბანერებს, ჩვენ ხედავთ სატელევიზიო გამოსვლებს, ხედავთ სხვადასხვა განცხადებებს მათი. ამ ჩვენ გვთავაზობენ ვირტუალურ პიროვნებას, რომელიც შექმნილია პროფესიონალების მიერ. ვინ ქმნის ამ პიროვნებებს? ამ პიროვნებებს ქმნის ტელევიზიები. ეხლა ტელევიზიის ობიექტურობის შესახებ რო ვისაუბროთ, ალბათ შორს აგვიყვას ამაზე და ცოტა შეხვდება ადამიანი საქართველოში და გნებად სოფლიოში, რომელიც ისაუბრებს ობიექტურობაზე, საერთოდ მედიის. მაგრამ ეს რეალურად ასე ხდება. მარტო მაგალითი რო ავიღოთ შეერთებული შტატების, ჩვენ ხედავთ, რომ რა დისკრედიტაციას უწევს თავისი ქვეყნის პრეზიდენტსაც კი მედია საშუალებები, ანუ რა ძალაუფლება გააჩნია ამ მედია საშუალებას. იგივე ხდება დაახლოებით ჩვენ ქვეყანაშიც. მედია საშუალებებს მოყავთ ის ძალები, რომელიც უნდა მართავდეს შემდეგ ქვეყანას. როგორც წესი, ეს ორი ძირითადად გამორჩეული ძალაა და სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი. რაც შეეხება ღირსეულ კანდიდატს, ღირსეული კანდიდატები როგორც წესი, უხეშად რო ვთქვათ, იფილტრება ამ წრიდან, ხდება მათი დისკრედიტაცია, ხშირად არაძლევენ სატელევიზიო ეთერს და შესაბამისად ისინი არსად არჩენენ, მათი სახეები საზოგადოებისთვის უცნობია, მათი პროგრამა და იდეები ასევე უცნობია. გამოდის, რომ ჩვენ ხელოვნურად გვაძლევენ ერთგვარი მარკეტინგის პრინციპის საშუალებით, გვთავაზობენ კანდიდატს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. უხეშად რო ვთქვათ, ახლა სუპერმარკეტში რო შედის ადამიანი და არ იცის რა პროდუქტი იყიდოს, მაგრამ ახსენდება ის ცნობილი პროდუქტი, სწორედ ეს პრინციპია და იმას ირჩევს, რადგანაც სხვა არჩევანი პრინციპში აღარ დაუტოვა შემოთავაზებულმა სისტემამ. შესაბამისად, რო ვილაპარაკოთ დემოკრატიულ სისტემაზე, ანუ მის სამართლიანობაზე ამ შემთხვევაში, დიდი კითხვის ნიშანი იბადება. მაგრამ უფრო დიდი კითხვის ნიშანი იბადება ღირსების ტერმინზე. ჩვენ საუბრობთ, რომ ღირსეული საზოგადოება ირჩევს ღირსეულ კანდიდატს. მოდით ამის შესახებ ვისაუბროთ ქრისტიანული კუთხით. ქრისტიანისთვის ღირსება რასაკვირველია კავშირშია ქრისტიანულ ზნეობასთან, ზნებებთან და ცხოვრების წესთან. და თუ ასეთი არ არსებობს, ზნეობა შესაბამისი ღირსებაზეც ლაპარაკიც ზედმეტია. თუ გადავხედავთ დღევანდელ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენ საზოგადოებაში, საზოგადოების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს ზნეობა და არჩევნებზე რომ მედი საერთოდ ზნეობრივ კანდიდატის არჩევაზე ლაპარაკიც არ არის. იქ სხვა კრიტერიუმებით ირჩევს რა. რამდენად გამოდის ეს საზოგადოება ღირსეული, ეს კიდევ სხვა საკითხია ქრისტიანული კუთხით. ეს უღირსი საზოგადოება, ასე რომ ვთქვათ, სულიერად სნეული ამ შემთხვევაში, სულიერად თვალსაზრისით რო ვთქვათ, ირჩევს თავის მსგავს კანდიდატს.
ანუ იმ კანდიდატს, რომელიც შემოთავაზებულია, მის მსგავსია. და გამოდის რა, უღირსი ამორჩეველი ირჩევს უღირს კანდიდატს, მაგრამ ეს უღირსი კანდიდატი შემდეგ თვლის თავს ღირსეულად და იწყებს თავისი ძალაუფლების გამოხატვას საზოგადოებაში. ანუ იმ დაკვეთის შესრულებას, რომელიც დაუკვეთა არა ხალხმა ქვემოდან ზემოთ, არამედ იმ მედია საშუალებებმა და მის უკან მდგომმა ძალებმა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ მედია საშუალებების უკან არის დიდი ფინანსური წყაროები, დიდი ფინანსური საშუალებები. შესაბამისად, ეს კანდიდატები უკვე ანგარიშვალდებული ხდებიან იმ პიროვნებების, იმ დაჯგუფებების, იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ამ დაფინანსებას ახორციელებენ. ხალხი კი გულუბრყვილოდ ელოდება იმ მოთხოვნების და იმ დაკვეთის შესრულებას ამ კანდიდატების მხრიდან და ეს შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ სრულდება. ეს კანდიდატები, როგორც უკვე ვთქვით, უღირსი ზნეობრივი ქრისტიანული თვალსაზრისით, შემდეგ ვამბობენ, რომ ჩვენ ღირსეული ვართ, ჩვენ ვართ უკეთესნი ვიდრე სხვა და ჩვენ მოვიტანთ კეთილდღეობას, ჩვენ მოგიტანთ ეკონომიკურ წინსვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად როგორც ხედავთ და ეს ყოველი არჩევნები ამას კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, ხდება სრულიად ან საპირისპირო, ან არაფერი არ იცვლება. უფრო ხშირად კი ჩვენს მიერ არჩეულ კანდიდატს ვერც კი ვხედავთ 4 წლის განმავლობაში. ანუ ეს ადამიანები უჩინარდებიან და იქ დაკვეთას გარკვეული ჯგუფები, ლიდერები, პარტიული ჯგუფები იქნება ეს თუ საინიციატივო ჯგუფები მართავენ სიტუაციას და ისე მიყავთ ეს მდგომარეობა, როგორც ეს მათ სურთ. ამ სისტემის ფარგლებში გარკვეული იმედი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, სხვაგვარად საზოგადოება ერთგვარ სასარკვეთილებაში ჩავარდება. და ამის გამო სწორედ არჩევნები უფრო მოკლევადიანები ხშირად ხდება, ხან 2 წელი, ხან 4 წელი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პერიოდებია. სწორედ იმ იმედით, რომ თუ ერთი კანდიდატი არ გაამართლებს, საზოგადოება შემდეგ ფიქრობს, რომ გარკვეული იმედი მიეცემა ამ საზოგადოებას და ფიქრობს შემდეგ მისცეს ხმა სხვა კანდიდატს მომავალ არჩევნებში და ესეთი წრე ტრიალობს ერთგვარი. ეხლა უფრო მაგალითის კუთხით რო შემოგთავაზოთ, ახლა ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც უზნეობას ქადაგებს პირდაპირ ამბობს ნარკოლეგალიზაციის შესახებ, ეს ნებისმიერი პარტია იქნება და გარყვნილების შესახებ, როგორ შეიძლება იყოს ღირსეული ქრისტიანისთვის. არამდენად არ შეიძლება იყოს ღირსეული და დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი, გარკვეული პროცენტი, სწორედ ამ საზოგადოებას, ამ ხალხს აძლევს ხმას. ეხლა ქრისტიანული თვალსაზრისით ვსვავთ კითხვას. ეს ადამიანები თუ კი ქრისტიანად თვლით თავს და ამ გარყვნილების კანდიდატებს აძლევ ხმას, რანაირ ქრისტიანი გამოდიხარ, ან რა ღირსებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ ხედავთ, რომ მოსყიდვებით, თანამდებობების შემოთავაზებებით, იქ რაღაცა კარუსელებით ხდება ეს გაყალბებები ამ არჩევნებზე. ანუ რეალურად იქეთკენ მიმყავს, რომ თეორიაში ეს დემოკრატია არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად რეალურად ის არ არსებობს, ის ერთგვარი მითია. და ძველ საბერძნეთს რო დაუბრუნდეთ, სადაც პირველი ფილოსოფოსები სწორედ ამ დემოკრატიაზე საუბრობდნენ, მათ შორის არისტოტელე, ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატია ჯერტი ისინი იყვნენ მონათმფლობელები, თავიანთ მონები ყავდათ და ადამიანები ხალხში ძირითადად გულისხმობდნენ არა პლებეებს, არამედ პატრიციებს, ანუ იმ მაღალ საზოგადოებას და სწორედ ამ მაღალ საზოგადოებაში თვლიდან მიღწევად ამ დემოკრატიულ სისტემას. ანუ ღირსეულებში, ასე რომ ვთქვათ, ეს იყო იდეა. ანუ იდეამ შეიძლება დემოკრატიის იდეას ემუშავა, ანუ ფუნქციონირება მოეხდინა სწორი და ზუსტი და სწორედ თეორია შერწყმული ყოფილიყო პრაქტიკასთან, იმ შემთხვევაში თუ ეს ღირსეული საზოგადოების წრეში მოხდებოდა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ხედავთ და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ამ სისტემამ არ იმუშავა. და საერთოდ ახლა ეკლესიური თვალსაზრისით რო ავიღოთ, საერთოდ ეს ბევრი ხალხის მართლობა, ბევრის მართლობა არსად არ განხორციელებულა არც ქვეყანაში. უფრო მეტიც ახლა რო ვნახოთ ჩვენ ეკლესიური კუთხით რო თქვა თეოდორე სტუდიელი ამბობს ამას, რომ ეპარქია ყოველთვის იყო ერთმართველობა
მიღებული ეფექტური მმართველობისთვის. ქვეყანაში ერთი პატრიარქი, სულიერ თვალსაზრისით რო გქონდა. ქვეყანაში ერთი პატრიარქი, ეპარქიაში ერთი ეპისკოპოსი, საერო ცხოვრებაში რო ვთქვათ, მაგალითად ერთი მეფე ქვეყანაში, ერთი მხედართმთავარი, გემზე ერთი კაპიტანი და საერთოდ ერთი მოძღვარი და ასე შემდეგ. თუ კი ეს მმართველობა ერთპიროვნული, ასე ვთქვათ, ირღვეოდა, მაშინ გამოდიოდა ქაოსი და მოუწესრიგებლობა. ეს ყოველთვის ასე იყო. და დღესაც ასე ხდება. ამიტომ რეალურად რო ავიღოთ ჩვენ დღეს საზოგადოებაში რაც ხდება, ეს არის სრული ქაოსი, სრული უღირსება, სრული გაუგებრობა, ასე შეიძლება ითქვას, მაგრამ ადამიანები გარკვეული იმედით კვლავ აგრძელებენ არჩევნებზე მისვლას, კვლავ აქვთ იმედი, უბრალოდ რო ვთქვათ, კვლავ აქვთ იმედი ამ კანდიდატების, ამ სისტემის, რომ ზუსტად ის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, რაც მათ სურს. როგორც უკვე ვთქვი, ქრისტიანული თვალსაზრისით ეს უღირსი ქმედება და უღირსი საქციელის პროპაგანდა, რასახითაც არ უნდა იყოს ეს, ნამდვილად მიუღებელია. და ბოლოს ალბათ იმასაც ვიტყვით, რომ საზოგადოებაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მრავალი ღირსეული ადამიანი მიდის არჩევნებზე, ჩვენ არც მოუწოდებთ ადამიანებს, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე, ან არ მიიღონ პოლიტიკაში მონაწილეობა. ჩვენ გარკვეულწილად თავად ვართ ამ პოლიტიკაში ჩართული იმ თვალსაზრისით, რომ პლატონისეული გაგებით რო ვთქვათ, საზოგადოების გაუმჯობესების სისტემაში უქსურს მონაწილეობის მიღება და ამაში გულისხმობ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის გამოსწორებას. კი ბატონო, ამ მიმართულებით ჩვენ ვარ და ბევრი ადამიანი ღირსეული ღებულობს კიდეც არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ღირსეულ ადამიანს არ ესმის რეალურად ამ დემოკრატიის სახე, ამ დემოკრატიის სისტემის მნიშვნელობა და არაკეთებენ შესაბამისად სწორ ნაბიჯებს და სწორ ნაბიჯი კიდე გამოხატული ქრისტიანობიდან არის მიეცით კეისარს, კეისრისა და ღვთისაღმერთს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ბევრი ქრისტიანი ადამიანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა სრულყოფილია, მაგრამ ის თავისას კეისარს, კეისრისას აძლევს. არის კიდე პრინციპი ასეთი, რომ ორი ბოროტობიდან ნაკლებს ირჩევს საზოგადოება. ესეც ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, ამასაც იყენებს საზოგადოება არჩევნების პერიოდში. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ვერ არკვევს ამ სისტემის რეალურ არსს, რაზეც იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი და იმედია, რომ მომავალში სწორი შეხედვა ექნება ამ სისტემის მიმართ და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებს. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.